ახლა განვიხილოთ თუ აი ეს ორი გარემოება კონკრეტულად რა გავლენას ახდენს და რეალურად რა გავლენა მოახდინა უпростоრეთ მან იმ პროცესებზე რაც განვითარდა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში. პირველი რაც შეეხება მორმაგ ტრანზიციას და მისით გამორყეულ სირთულეებს. რაში აქ პრაქტიკული პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ეკონომიკიდან გადასვლა სავაზრო ეკონომიკაზე საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკურ განვითარებაზე, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში, რაც გულისხმობს რამდენიმე წელს ჩვეულებრივ, ის იწვევს ვარდნას ეკონომიკის ზრდაში, უпростоრეთ ეკონომიკის კლებას და შესაბამისად ბუნებრივია ვარდნას ხალხის ცხოვრების დონეში. ხალხი რამდენიმე წლის მანძილზე უარესად იწყებს ცხოვრებას. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ თუ კომუნისტურ ეკონომიკაში ფასებს განსაზღვრავდა სახელმწიფო და ეს ფასები ხშირად იყო ხელოვნურად დაბალი, რაც იწვევდა შეიძლება დეფიციტს, განუვითარებლობას, მაგრამ ოღონდ სხვაში ფაქტია, რომ ფასები შედარებით დაბალი იყო, მათ განთავისუფლებას ჩვეულებრივ მოყვება ძალიან სწრაფი ზრდა ფასებისა, რაც ძალიან მტკივნეულია ადამიანებისთვის. ეკონომიკური საზღვრების გახსნა და ეკონომიკური კონკურენციის წარმოშობა საერთაშორისო ბაზარზე გასვლა იწვევს იმას, რომ კომუნისტური საწარმოები აღმოჩნდებიან არაკონკურენტუნარიანი, იმიტომ რომ ისინი არ ვითარდებოდნენ კონკურენციის პირობებში და მათი პროდუქტიულობა წარმოების დონე ავტომატურად ეცემა და ეს ნიშნავს ეკონომიკის ვარდნას. ცხადია, ადამიანი, რომელიც ვინც შეიძლება კარგად არის გაფიცნობიერებული ეკონომიკაში და პოლიტიკაში, ის გაიგებს, რომ ეს მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი ეტაპია და საბოლოო ჯამში ეს გარდუვალი აუცილებლობაა თუ გვინდა რომ საბოლოოდ ნორმალური და კონკურენტუნარიანი ეკონომიკა გქონდეს და ხალხმა კარგად იცხოვროს, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობას ვერ მოვთხოვ, ძნელია მოვთხოვოთ ასეთი ცოდნა და რეალურად, როდესაც ადამიანები უარესად იწყებენ ცხოვრებას, როცა მათი ცხოვრების დონე მცირდება, ისინი ამას აბრალებენ მთავრობას. ეს სრულიად ბუნებრივია. მით უმეტეს, რომ კომუნისტების გადაგდებას მოყვება ხოლმე ეიფორია, მოყვება რაღაც უკეთეს ცხოვრებაზე, უკეთეს ცხოვრების იმედები, მაგრამ რეალურად მოკლევადიან პერსპექტივაში ყოველდღიური ცხოვრება ხდება უარესი. ამიტომ ეს ძალიან მტკივნეული დაპირისპირება წინააღმდეგობა ჩნდება ერთი მხრივ ქვეყნის ინტერესებსა და მეორე მხრივ პოლიტიკურ მიზანშეწონილებას შორის. ფაქტიურად პირველი რეფორმატორები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იძულებული გახდნენ მოეხდინათ ერთგვარი პოლიტიკური ხარაკირი, ანუ მათ განახორციელეს აუცილებელი, მაგრამ უაღრესად არაპოპულარული რეფორმები და წააგეს უახლესი არჩევნები. და როცა წააგეს ეს უახლესი არჩევნები, ვის უნდა მოეგო ეს არჩევნები? თუ კი ეს რეფორმატორები იყვნენ ალტერნატული ელიტა კომუნისტების მიმართ, მათი ალტერნატული ელიტა შესაბამისად იყვნენ კომუნისტები, ოპოზიცია იყვნენ ყოფილი კომუნისტები, რომლებმაც ჩვეულებრივ სახელები გადაარქვეს თავის პარტიებს და დაარქვეს მათ სოციალისტური, სოციალ-დემოკრატიული პარტიები და როგორც წესი, აი ამ ყოფილმა კომუნისტებმა მოიგეს პირველი არჩევნები, უბრალოდ მეორე არჩევნები, პირველი არჩევნები მოიგეს ანტიკომუნისტებმა, ასე ვთქვათ, კომუნიზმის მოწინააღმდეგეებმა, ოპოზიციამ, ხოლო მეორე არჩევნები, როგორც წესი, მოიგეს ყოფილმა კომუნისტებმა, ასე ვთქვათ, სახეცვლილმა კომუნისტებმა. და ამან გამოიწვია გარკვეული შიში, რომ
ეს დემოკრატიის მიღწევები საფრთხეში ჩავარდებოდა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ რეალურად ასეთი რამე არ მომხდარა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი კომუნისტები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, არც ერთ ქვეყანაში, სადაც რეფორმატორების პირველმა თაობამ, ასე ვთქვათ, რო არ დაკარგა და ძირფესვიანი მართლაც ეკონომიკური რეფორმები გაატარა, რომელსაც დაერქვა პოლონეთის მაგალითზე შოკური თერაპია, ანუ თერაპია კურნალობა, რომელიც აუცილებელია, მაგრამ მოაღწიოთ არასასიამოვნოა. არც ასეთ ქვეყანაში კომუნისტების დაბრუნებას არ გამოუწვევია რაღაც ავტორიტარული მმართველობის დაბრუნება. ანუ საზოგადოებაში საკმაოდ მყარად იყო, როგორც ჩანს, ამ საზოგადოებებში დემოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნების ნება და პირველი თაობის რეფორმატორებმა შეძლეს არა მხოლოდ ეკონომიკური რეფორმებისთვის ჩაეყარა საფუძველი, არამედ მყარი პოლიტიკური რეფორმებისთვისაც. სოციალ-დემოკრატიული პარტიები, ყოფილი კომუნისტების მიერ შექმნილი სოციალ-დემოკრატიული პარტიებს არ უცდიათ, თქვათ, იმ რეფორმების უარყოფა, რაც მათმა წინამორბედმა ანტიკომუნისტებმა გაატარეს, არამედ შეიძლება რაღაცნაირად შეარბილეს მათი შედეგები, გაატარეს მეტნაკლებად ანალოგიური პოლიტიკა იმისა, რასაც დასავლეთ ევროპაში ატარებენ იქაური სოციალ-დემოკრატიული პარტიები, რომლებიც ასევე აღიარებენ საბაზრო ეკონომიკის ზოგად აუცილებლობას, ასე რომ აქ დემოკრატიზაციის თვალსაზრისით პრობლემა პრაქტიკულად არ შექმნილა. პირიქით შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე წარმატებულები დემოკრატიზაციის თვალსაზრისით ძირითადად არიან სწორედ ის ქვეყნები, რომლებიც თავიდანვე არ შეუშინდნენ აი ამ მტკივნეულ ეკონომიკურ რეფორმებს, თავიდანვე გაატარეს მტკივნეული საბაზრო რეფორმები, ამას შეეწირა, ასე ვთქვათ, პირველი რეფორმატორების პირადი პოპულარობა, მაგრამ როგორც ეკონომიკური რეფორმის, ისევე დემოკრატიაზე გადასვლის საქმე მოიგო საბოლოო ჯამში. და დღეს სწორედ ეს ქვეყნები არიან ყველაზე წარმატებული ქვეყნები დემოკრატიის თვალსაზრისით, ხოლო ის ქვეყნები, ვინც სხვადასხვა მიზეზების გამო გაატარა ეკონომიკური რეფორმები, მაგრამ ასე ვთქვათ, ორჭოფულად არათანმიმდევრულად გაატარა ისინი, მათ დაკარგეს ძალიან მნიშვნელოვანი დრო, როგორც ეკონომიკური, ისევე დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით. ასე რომ ეს ორმაგი ტრანზიციის პრობლემა თეორიულად პრობლემაა, მაგრამ ეს არ არის სერიოზული წინააღმდეგობა დემოკრატიაზე გადასვლაში.